ვაგრძელე პოლიციის ცხოვრება ჯეტია ხუჩი და გამომწერე ძლივს არაფერი სერიოზული. რაო ბიჭო სად მოხდაო ტყვიაო. გამანებერა თავი რა. მოკლა წინა ვიდეოს ვინც უყურეთ კარგად გეცნობათ რაც მოვიდა მურთაზას. სექტორს გადავჭი ის მეხანძრები მაშველები ვინ გამოიძახი კი მაგრამ ჩემი გადასარჩენა. მე რა ვიცი მეტი კი გამოვიძახე და მეხანძრები მოვიდნენ და. და რა მკვდარიაო არა მურთაზა. რავი ეგრე მითხრეს და. მკვდარი მურთაზა. კიდე კაი მე მორჩი გადამიყვანეს. და რა მოხდა? მე მორგის სამსახური ხო მოვიდა რა წაიყვანეს პროექტურაში და გაახილა თვალები. ამე გავახილე თვალები ყურები ირგული მეთქი რა ხდება ხვაზე ხარ და მორგში ხარო მეთქი რა მიდა მორგში და მოკდიო და მეთქი რა მოკდით გეყურებერო ბიჭო გავსოცხრი აგერ ხო უყურებთო და არუჩი რა რაო მე იქიდან გამოგიშვეს არა არ არის ჯერ შენი დრო თავი გამანებე რა ეხა მოკლედ მურთაზა რა გადარჩე საცოდავი კი შემეცოდა რაღაც პონჩი მარა შეგეცოდე აბა ძალით გამიჩალეჭე სპეცოპერაცია რა სპეცოპერაცია ბიზნესს მოკითხე რა მე რა შუაში ვარ და ავიყვანთ ეს თუ 10000 ლაიქს და დააჭერე და აბლა წითელ subscribe ღილაკს რომ არ დააჭირო გაჩერდე ბიჭო შენ არ გამოიწეროთ ამის სახი არავით არ შემთხვევაში გეყოს გამოვიდეს ხვალვე მომდენო ვიდეო რეკავს აგერ ბიძა შენი გისმენთ გამოიყვანე ბედულათი გამოვიყვანე ხო რას ამბობს რას ამბობს და მკვდრებთან გავიღვიძეო ვისთანო ბიჭო პროექტურაში ხო გადავიყვანეთ კვტაი რო გვეგონა ხო და იქ მე მორჩი გაიღვიძა რა ტიპია მურთას ვარ შეგეშინდა ბიჭო ეხოს რა ბიძა ჩემო რა მოკლედ რა რაც მამაიშვილი უნდა თქვა მეა ესე იგი კიდე იმ სამხრეთს უნდა წახვიდეთ ახლა დავალება აქვს გამოგზავნილი და დააზუსტეთ ყველაფერი კარგად რა კარგით გამოუშვით მურთაზას აქ რამის თავი როგორ წყოველთვის მურთაზა შეუჩერებელია კარგით აქვს კი თავი რამის ძალით მაშინ წამოვიდა აგერ დავალება და მოკლედ მივდივართ ახლა და როგორც იცით, ჩვენ ვართ ახლა ჩანერგილები ვაგოსებში, ვაგოსებში არ ვარ ჩანერგილები, უბრალოდ ვაგოსებად მოგვაქვს თავი რა და უნდა გავიგოთ სად მე აქვს იარაღი რა, ანუ არალეგალური იარაღი, სად იყიდება და პლუს საიდან შემოდის. ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვარკვევთ რა და საბოლოოდ მე ვიღაცებს რო დავეცემით, იმედი მოხდა არ ეწყინება და ჯერჯერობით ახლა ყველა კვალი მიდის სომხურ მაფიამდე და ნახოთ რა, ნახოთ. შენი მენა გამომძიებელი ხარ. მურთას ნერვები არ მომიშალო, ბიჭო, თავი გამანები რა, შემეშვი რა, ადამიანი არა ხარ? ადამიანი არა, მურთაზა ვარ, ბიჭო, მურთაზა. გიჟია ესო, იმენა რა, მას კიდე ის უნდა და ვაფშე რატო გაცოცხლა იქთო? და რა ხდება პირდაპირ ბაიძზე გვიბარებენ ესენია აქ? ნეტა დაკლან კოჭივით. ბიჭო, თავი გამანები რა. ჩავიდეთ აბა ერთი დაბლა და ოპა, აი დაბლა არიან აგერ ხმა არ მოიღო შენი წოდე. შანსი არ არის. ესეც ეს. გამარჯობათ. მოვიდებ შიდობის მაძიებლები. აი, ჩემ ბიჭთან ერთად მოვედი. ეს კიდე მომითრია აქ. აი. გაჩუმდება აპატიოთ. მე არ მიყვარს ახლა ეგეც აქციელები, მე კაი ამჯერად გაპატიებ რა. მოკლედ, ადი ახლა და იმათ დაელაპარაკე რა. ვისაც გეტყვი მაგათ. ადრე გაიგებას უნდა დაელაპარაკოთ, ან ცოტა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ არ ვიცით ისინი დასუსკოში არიან თუ არა. გასაგებია, საწავიდე. მოგინიშნე. აუ, რაც უდ ადგილას გვიშვებენტო. წესი დაცვა იყოლმოთ, მაგრამ თქვენიც. აი, წამოდი. უბრალოდ ეს ბიჭი არ მომითრიო რა. ამაზე მეუნებით ხო, ბატონო, აღარ მოგიყვანთ მეორეჯერ. გადდი ბიჭო, გამიცალე იქ აქედან. წამოდი ბიჭო, წამოდი. მაინც და მაინც ამათ მაგინდა აქ დაკლან მართლა, გიჟია ესტო. და სანამ წავალთ, დღევანდელი ვიდეოს წარმოდგენია CS:GO Fast, რომელსაც დიდი მადლობა რომ ჩვენ 3 ეპიზოდებს უდგას გვერდით და ვინც case opening-ით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის ამ საიტს აქვს საჩუქარი. ანუ თუ გავრით ახალ აკაუნტით რეგისტრაციას მიიღებთ ერთ random case უფასოდ, რომელშიც ნებისმიერ ფასიანი სკინი შეიძლება ამოგივიდეს. ზაფხული დადგა და CS:GO Fast-ზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა case-ზე, ამიტომ ვისაც case opening-ი გიყვართ და გინდათ counter-ის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით case-ები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. აი მაინც არაფერი არ მოგიყვანს. ბიჭო, ეს ვინ არის? რამე ვთქვა და ამან TikTok-ში არ ჩამიმწაროს არ შეიძლება რა. ესე იგი CS:GO Fast-ის ლინკი აი რა თქმა უნდა აღწერაში და გაითვალისწინეთ. არა კომენტარებში აპინული. იარაღი მაქვს ყოველ შემთხვევაში რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეხლა ესენი ისეთ ადგილას გვიშვებენ, თან არც ვიცი რა არის სალაპარაკო, შეთუნ გაიგები რა უნდა ილაპარაკო. როგორც ჩანს, კაინდობა უკვე ამბათან მოპოვებული. აქ სროლები უეჭველი ატყდება და აუ, ჩემი მივამტრუი ეს კლასი ხადაო. მიდი გაყოფილების ბიუჯეტი ხარი რა გაიყო და ხარჯი. აი ბიჭო, გებნევა სიტყვები და გაჩერდი რა ხმას ნუ გაიღებ საერთოდ დაწყნარდი მან დაჯექი და მაცადე ახლა ყველაფერს აქ ნახე როგორ გავაკეთე. კი, შენი გაკეთებული საქმე არ გაიშვას არსა. მურთას რა გინდა გამაგებინეთო? არაფერი დადი. აუ ეს უეჭველი უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ამის ნერვები ბიჭო აღარ მაქვს რა. დაწერეთ მართლა კომენტარებში რა უყვა ამას როგორ მოვიცილო მურთასა რა ამარხი. ამოვედი ქალაქ ჩემპიონში დავიწყე რაღაც ეს ახალი ვიდეოების გადაღება, მეთქი მშვიდად რაღაც წყნარად გავყვები და მურთას არ გაიჭით ეხლა აქ მაცადე ლაპარაკი ხმა არ მოიღო შენ. მიდი აბა ერთი გიყურებ რას ისო. კაი რა ხდება ეხლა აქ? აი ამ ტიპს უნდა დავებაზრო აქ.
გაუმარჯო ჩემი ძმა. მიშველეთ ბიჭებო, ლავეთ, სომხება თქვენ გამოგიშვეს არა? რა ხდება ძმა კი მაგრამ გამაგებინე? გამძარცვეს მაო. გამძარცვეს, ჩემი ბრალი არ არის. გამძარცვეს და ტრაილერი წაიყვანე. მოიყვანეთ ისე უკან აქტორე დაგუბრიდავენ. დაიცადე ერთი წამი. სად არის ტრაილერი? კი, გიგზავნია გრ GPS მონაცემებს. კაი, წამოდი აბა ერთი. დაჯექი მანქანაში. როგორც ახლა ტრაილერს უნდა გავეკიდო? გადძარცვეს, აბა რა. ვახ, ჩემი. რა ხდება ძმა ვის დაუშვი? ერთი წამი. ვახ. ერთ წამს მურთაზ შენ მოიფარე. აუ, რას ვაკეთებ ერთ წამს? გაიცადე აქ ესე შევაყენოთ. ეგ არის. აქ ჩამოვეფაროთ და ვინები გვესვრიანტო? ავიყვანეთ ესენი. კაია, პოლიციის გამოძახება ჯერ არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ვართმევთ ყოველ შემთხვევაში თავს. ისინი ავიყვანოთ იქით და ლიმონკა არ გვაქვს. ეგ არის. всё. მეყურეთ ხა კარგად. Go. ძალიან კაი, აქ ერთი 5 კაცი მოვიცილეთ. ის ვინ არის? არა, ის არ არის მოსაკლავი. საწავიდნენ ბიჭო, საიდანღაც ის ვინა და ვერ ხედავტო. მურთაზ ხო აქ ახარ? მურთაზ. აქ ავარ, დავიმალე ბიჭო დახან. რას დაიმალები ბიჭო, წამო აქეთ. საიდან ისვრიანტო, ვერ ხედავ ტიპებს. ერთი დავინახე ეგერ, კაი ჯანდაბას. მეორე სად არის? ოპა. ეგ არის ერთ თავში აქ. ერთი აქ, ძალიან კაი. ერთიც აქ. ავიყვანეთ. ერთი აქ უნდა იყოს კიდე ხო ვინმე? ერთიც აგერ. მეორე ეგერ. და მესამეც აი აგერ, ეგ არის ყველა აყვანილია. ვინები არიან ესენი? რომელი მაფიაა ტო? კორეული მაფია. ესე იგი კორეელები და სომხები დაიტაკენ ერთმანეთს. ძალიან კაი, ახლა საინტერესო იმ ტრეილერში რა არის, რომელიც გარბის ახლა იქით. ვახ. ხედავ ეგერ, იქიდან გვესვიან. ეგ არის ავიყვანე აქ ერთი. გადავტენოთ. აქ ნახოთ, აქ უნდა იყოს ხო ერთი. ეს რაღაცა. ოპა, აქ მეორე. აქ მესამე. ძალიან კაი. ესე ვნახოთ აბა ერთი ამათ ჯიბეებში აქ რა არის. არ მე კანონსაწმანდო გოთუვდეთ ან რამე პასპორტები რაღაც ის სანამსხვები არ არიან და იმ ტრაილერს მე გავეკიდოთ. ნახოთ, მიდი, რამე უჭველი იქნება ხა კანონსაწმანდო. არაფერი სერიოზული. კაი, იმ ტრაილერს გავეკიდოთ, რაღაც მიაქვთ იმას სერიოზული. გაწავედით. ესე იგი, აქიდან ჩვენ უნდა წაგვიყვანა წესით ის ტრაილერი, მაგრამ კორეელები დაადგნენ. და ამ კორეელებმა ტრაილერი აახიეს და აქ დანარჩენები დაცვა დადგნენ, რომ რაღაცა და იმას არ გავკიდებოდით, დაგვბრიდავდნენ. გასაგებია. დაჯე, მოდი მალე. დაჯე ბიჭო დროზე, დაჯე. წავედით, ნახოთ აბა ერთი ტრაილერში რა არის. გადავა ამის აბუროვიც გასკდა, მაგრამ ჯანდაბას მე განყოფილება ანაზღაურებს ამას რაც თავარია. აქ წესით ახლა უნდა გამომეძახა მე დამხმარე რაზმი, მაგრამ არ გვჭირდება ეგენი, იმიტომ რომ მაინც რა ვიცი, არ შეამჩნიო და არ გაბაზრდეს მე სადმე რომ პოლიციელები გვეხმარებიან, თორე მე მანდ უკვე ზედმეტი კითხვები გაჩნდება. და წითელი ზაგენთება. წითელი ვისენთება ხოლმე მე ვხედავ, მაგრამ კაი, გავაკეთოთ ერთი ამ ტრეილერს სადმედის, გადაობ. ან ვახოლდებით ან გარბის რა იყო, რა მიფრინავ ტრეილერით ხარ თუ ფორმულა 1-ით, ტო. რა იყო, რამდენიმე ხარ 2 საათია მაგას მისდევ, ტო. აი, ტო, ჩემგან ისწავლე, ამანები ერთი წამი თავი რა. მოკლედ, სადღაც რაიონში ჩავიდა ესე მალე, არა და მანამდე იქ ხითთან იყო ტიპი უბრალოდ. მაგრამ არა უშავს ვეწევით უკვე ნელ-ნელა. სულ რაღაც 0.50 მაილი დაგვრჩა და მივუახლოვდებით. ჩავედით, ესე ფრთხილად გამატარეთ უკაცრავად ძმაო, შენც გამატარე, პოლიციელები ვართ, მაგრამ სირენები არ გვაქვს ჩართული. ვახ, სად მიდის? ამ ქარხნებთან რა უნდა ტო? რაღაცა ეჭვა, წესით ახლა მურთაზ აკაცროლები მოგვიწევს, ფრთხილად იყავი და აჰა, მანქანები მოყავს როგორ ჩანს და მანქანების კონტრაბანდა თუ რა ხდება? გავაჩეროთ. ვახ ავიყვანეთ ესე. წამო ეხლა ეს ტრეილერი უნდა წავიყვანო ჩვენ როგორ ჩანს, ხო თუ რა ხდება? დამხმარე რაზმე მოდის ბიჭო ეგერ იქედან. აქ ვიღაც არის მუთას უკან გაიხედე. დაჯი ამ ტრეილერში და ეხლა ეს ტრეილერი უნდა წავიყვანოთ ისე რომ არაფერი არ დაზიანდეს. ძალიან ცუდი. წავედით ფრთხილად. ვაიმე. მანქანები არ ჩამოვარდეს, თო როგორ ჩანს იმ სომხების მანქანები იყო ესენი რა და გადამზიდი ჭირდებოდათ რა ტრანსპორტერი. წავედით. მიდი გასყობიდი. გამატარეთ ქალბატონო, გამატარეთ ერთ წამს, როგორც ჩანს წინ საფრთხეს ხედავს ჩვენი რადარი, მაგრამ არ აუშავს ჩვენი ვისაც დავიქერავთ, რომ ჩვენი სამგზის პროფესიონალები ვარ, დავიყვანთ ეს რა თქმა უნდა 10000 ლაიქზე და ოპა, აგერ წინ. სად არიან? ეგ არის, ავიყვანეთ, ძალიან კაი, ერთი ავიყვანეთ. გამატარეთ ბიჭო, გამატარეთ. მეორე სად არის? მეორეც აქვე არის სადღაც. აგერ აქ მეორეც. რა თქმა უნდა, აბა რა ბიჭო, ჩვენ რო საქმეს ვაკეთებთ, იქ
მესამე მხარე აღარ არსებობს. აი ესეც მოგზევდა. ბიჭო, ვიღაც ჩვეულებრივ ტრაილერის 28 წესთი არ გამიგია არაფერი, თო. გამატარეთ. გადაიწით, ვერ ხედავ ამ ხელა ტრაილერი მოდის აგერ. გადაიწი შენც. ნუ, ჩემი რა ტიპია რა, უნდა გაიტანო მაინც და მაინც. კაი, კიდევ ერთი კაცი. 1 2 3 მოდის. ეგ არის, ორივე ავიყვანეთ, ძალიან კაი. ვახ, მანქანითაც. ვახ. მე გადავები? წავედი. გამანებეთ მათავი, მოდი დამხმარე რაზმს ვერტფრენს გამოვიძახებთ, თორე ამათი მოცილება ისე ძალიან რთული იქნება და ვერტფრენი თუ დაგვაზღობს, კაი იქნება რა და ისე გამოჩნდება, რომ ვითომ ეგ ვერტფრენი ჩვენს მოგძოს, იმიტომ რომ ჩვენც ვისვრით რა და ვერ მიხვდება, რომ პოლიციელები ვართ. ეგ არის ვერტფრენი გაიჭით ეგერ ბიზნესს ახლა იმას ძალიან კაი. წავიდა კიდე მეორე რაზმიც მჭირდება და მესამეც. იმიტომ რომ ბევრი მოგძოს, ეგ არის. ძალიან კაი, ორი რაზმი მოგზოს და მოხსნეს გონე იქიდან მოტოციკლეტები. ვახ. გამატარეთ, სვატი, მოდი ბიჭო, მალე რისთვის გამოგიძახეთ, თო? ეგ არის დაბომბე, ძალიან კაი, ესეც ესე მომწონს. კიდე კაი სვატი გამოიძახეთ, თორე შერაგიშველებოდა. მურთას ნერვები არ მომიშალო რა გაჩერდი ერთსამს. აუ, ვარღადო, მაგარი აფეთქებები წავიდა, ეგ სერიოზულად დაბომბეს ისინი. მუშაობს ესე იგი სვატი. კაი, წავედი ჯერჯერობით რაც მურთაზასთან ერთად დავდივარ ამ დავალებებზე, ესეთი სერიოზული დავალება არ მქონია, მაგრამ ხوار ვითამაშებთ ახლა რა, ძალიან კაი. კიდევ ხوار მოგძოს ვინმე არა ჯერჯერობით არა. ჯაკეტილია წინგზა. კაი, ბექაპი სვატი დამეხმარეთ. გზა ჩამიკეტეს, დამეხმარეთ. სვატი დამეხმარეთ, ბიჭო, დროზე მოდით, წინ გზა ჩამიკეტეს. მოდით ბიჭო აქ, მოდით. წინ ვერ გავალ ბიჭო, შანსი არა. სვატი დროზე. აუ, მანქანას მიფეთქდება კი არა და ტრაილერი. სვატი დროზე დაუშვით, ბიჭო, რა საკეთებთ და სპიცავარ, მალე. აუ, რა საკეთებენ ესენი? ფეთქდება ბიჭო, ჩვენი ტრაილერი. წადი დროზე მიხედეთ. აუ, რა საკეთებენ ესენი, ჩემი ზევიდან რატო არ ესვრით, ბიჭო, რატო? წეგან ხო დაბომბეთ ისინი. იგივე რაღაც ხდება ახლა, დროზე მიდით. მიდი, შეუტიეთ. რა საკეთებენ ძმა? პროსტა იყურებიან. კაი, წავედი, აზრი არა აქვს. მე ვხედავთ იმისა, რომ ჩვენი ტრაილერი ბუჭდება, მაინც მიწევს რომ აქედან ჩემიც წავიდე რა. გამატარეთ. წავიდა, ეგ არის. გავძვერი. ის სვატი იდგეს ახლა იქ და უყურონ ამათ მაგ. როგორ ჩაკეტეს გზა და დააჯარებონ მე გზის გადაკეტვისთვის რა ტიპები არიან. ძალიან ცოტა სიცოცხლე დარჩა ჩვენ ტრაილერს და თუ არ ჩავიტანთ დაღუპულები ვართ იმენა და ალბათ ისინი გაგვეგორებენ. უაჭველი დაგვერხა. ეს ტვირთი 100%-ს უნდა მივიტანოთ ახლა დანაშაულების ადგილას, თორე ჩვენი საქმე წასულია. ჯერ ხო პოლიციიდან გაგვაგდებენ და მე მეორეც აი სომხები გადაგვეკიდებიან, მაგრა და ვაგოსებიც რა. მოკლედ თითქმის მოვედით, მის მერე უკვე დაბრკოლება გზაში აღარ გქონია, თანაგერ პოლიციის კი და შერიფი გვაცილებს, რომ მაინც გზაზე ყოველ შემთხვევაში რამე სერიოზული არ მოხდეს და ესეც ესე. აქ ნახე რამდენი ხალხი დაგვხვდა უკვე ამ სომხების. შემოვიყვანოთ აქ ჩვენი ტრაილერი. მოვაყენოთ, ვაიმე, აქაც რაღაც ხდება, ვიღაცას ვხედავთ რადარზე, მაგრამ არა უშავს, ჩვენთან არ არის. გამარჯობათ. არა, ვიცოდი რომ თქვენში HP არ უნდა შეგყვარვოდა რა. მადლობა. წინ დაბრკოლებები შეგხვდათ არა? პოლიციას ჩაერთო საქმეში. რა პოლიცია? პოლიცია ხო გამოვეკიდა? კი, პოლიცია გამომეკიდა, რომელია რა? კარგით მოკლედ წადით რა და ჩაგერიცობთ მაგუთი. მადლობა. კარგი, ამანქანი წავალ, აგერ თუ წამამდე არ იქნებით, იმიტომ რომ რავით, ფეხით ხარა ჩავა ქალაქამდე ჩვენი მანქანა დავკარგეთ. და აგერ ხა, უფროსი გავგიდებს სამსახურიდან. ბიჭო, სერიოზული რაღაც გავჩითეთ ჩვენ დღეს ინფორმაცია და სამსახურიდან გავაგდებენ. კორეელებიც არიან ამ ყველაფერში ჩართული და ავტო უკვე უბრალოდ მოპარული მანქანების გადაზიდვითაც არიან სომხები დაკავებული. ამიტომ პრემიას რა თქმა უნდა ვიმსახურებთ და გინდა ნახე გავწიეთ 70-75,000. ძალიან კაი.